საღამო მშვიდობისა, პირდაპირ ეთერშია მთავარი აჭარაში გადაცემა, რომელშიც ყოველ სამშაბათს განსხვავებული აქცენტებით გასაუბრებით ქვეყანასა და რეგიონში მიმდინარე მხოლოდ მთავარ ამბებზე. მე ვარ ჟურნალისტი ლაშა ზარგინევა და დღევანდელ გადაცემაში წარმოგიდგენთ. ბათუმის მერი გადადგა, არჩილ ჩიქოვანმა მისი წინამორბედი მსგავსად თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა. ახლა აქტუალურია კითხვა, ვინ იქნება შემდეგი, წავლენ თუ არა თანამდებობებიდან სხვა მუნიციპალიტეტების მერებიც. რატომ მიდიან, სად მიდიან და როგორ მიდიან ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის გუნდის წევრებად მიიჩნევიან. პოლიტიკური რყევები და მისი გავლენა თვითმმართველობებზე, რა ცვლის და რა გავლენა აქვს ადგილობრივი ხელისუფლების დამოუკიდებლობას, არის თუ არა წინასაარჩევნო ტაქტიკა ქართული ოცნების მხრიდან საკადრო ცვლილებები, მხოლოდ მთავარი და მნიშვნელოვანი გადაცემაში მთავარი აჭარაში. არჩილ ჩიქოვანმა მერის თანამდებობა დატოვა. გადადგომის შესახებ განცხადება მერმა Facebook-ზე გამოაქვეყნა. ჩიქოვანმა თავის მოკლე და ძალიან ზოგად Facebook პოსტში დაწერა, რომ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო და მადლობა გადაუხადა როგორც ბათუმელებს, ისე გუნდს, რომელთან ერთად არასრული 4 წელი გაატარა მერის თანამდებობაზე. განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ქართულ ოცნებას, რომელმაც არჩილ ჩიქოვანს კარიერული ესტაფეტა 2013 წლიდან მისცა. ჩიქოვანი აჭარის მთავრობის აპარატში 2013-2017 წლებში მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა. შემდეგ პერიოდში ის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსი იყო, ხოლო 2018 წლიდან თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის აპარატის უფროსად დანიშნა. როგორც მაშინ თორნიკე რიჟვაძემ უმაღლეს საბჭოს დეპუტატებთან შეხვედრისას განაცხადა, ის არჩილ ჩიქოვანის მეჯვარეა. მოგვიანებით 2020 წელს არჩილ ჩიქოვანი ბათუმის მერის მოადგილედ დაინიშნა, ხოლო მას შემდეგ რაც არჩეული მერი ლაშა კომახიძე თანამდებობიდან გადადგა, ვადის ამოწურვამდე რამდენიმე თვით ადრე მერის მოვალეობის შემსრულებელი სწორედ ჩიქოვანი გახდა. 2021 წელს არჩილ ჩიქოვანი ბათუმის მერად აირჩიეს. მას უფლებამოსილების ვადა 2025 წლის ოქტომბერში უნდა ამოწურვოდა, თუმცა როგორც მისი წინამორბედის შემთხვევაში მოხდა, თანამდებობიდან არჩილ ჩიქოვანიც ვადაზე ადრე გადადგა. მას შემდეგ რაც თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება, ასევე Facebook პოსტის მეშვეობით გაგვაგებინა თორნიკე რიჟვაძემ. აქტიურად საუბრობდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ შემდეგი ვინც მის ბედს გაიზიარებდა, არჩილ ჩიქოვანი იყო. რა გაგრძელება ექნება და ექნება თუ არა გაგრძელება თანამდებობებიდან თორნიკე რიჟვაძის გუნდის წევრების გაშვებას ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა პოლიტიკურ კულუარებში აქტიურად განიხილავენ ყველა მათგანის დათხოვნას წინასაარჩევნო პერიოდის გააქტიურებამდე. მოკლედ ფაქტია, რომ მთავარი თანამდებობის პირები იცვლებიან და ეს ხდება არა მარტო ჩვენს რეგიონში, სწორედ ეს იქნება ჩვენი გადაცემის მთავარი თემა. წარმოგიდგენთ გადაცემის პირველი ნაწილის სტუმრებს, ვაჟა დარჩია ბათუმის საკრებულოს წევრი კოალიცია ძლიერი საქართველო, აკაკ გვიანიძე ბათუმის საკრებულოს წევრი პარტია გახარია საქართველოსთვის, რეზო ხარაზი ბათუმის საკრებულოს წევრი, ასევე კოალიცია ერთობა ნაციონალური მოძრაობა, მამუკა ხობულაძე ბათუმის საკრებულოს წევრი, ასევე კოალიცია ცვლილებებისთვის. ბუნებრივია ჩვენ გადაცემაში მონაწილეობა შევთავაზეთ საკრებულოს წევრებს ქართული ოცნებიდანაც, თუმცა როგორც პრესსამსახურში გვითხრეს ამ ეტაპზე აღნიშნულ თემაზე კომენტარს ისინი არ აკეთებენ. მოგესალმებით ბატონებო თქვენ, მადლობა ყველა თქვენგანს თქვენი დროისთვის და იმისთვის, რომ ხართ ჩვენთან ერთად და ვისაუბრებთ გადაცემის ამ ნაწილში დღის მთავარ თემაზე, ყოველ შემთხვევაში ჩვენ რეგიონისთვის. აკაკ თქვენგან დავიწყებთ. გადადგა ბათუმის მერი ვადაზე ადრე და არჩილ ჩიქოვანი არ არის გამონაკლისი, ხო? ის თანამდებობაზე ფაქტობრივად სწორედ იმ პოლიტიკური რაღაც ასე ვთქვათ ამ ფორმით მოვიდა პოლიტიკაში, აქტიურ თანამდებობაზე, პოლიტიკურ თანამდებობაზე, როგორც მოვიდა, როგორც წავიდა თავის დროზე ლაშა კომახიძე და აირჩიეს, დანიშნეს მერის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად თავის დროზე, ხო, ჩიქოვანი. რა მოხდა დღეს რეალურად? რატომ განმეორდა იგივე სცენარი, რაც 2020 წელს ჩვენ ვიხილეთ? და რა გაგრძელებას ელოდებით ამ სცენარის მომავალში? მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო. ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ მორიგი სახელმწიფო
ინსტიტუტის უპატივცემულობა, იმიტომ რომ გრძელდება ის მავნე ტრადიცია, რომელიც დაამკვიდრეს ამ ქალაქში, რომ ხალხის მიერ არჩეული მერები შემდგომში სადღაც ბნელ კაბინეტებში გადაწყვეტილებებით იხსნებიან. მოულოდნელი ნამდვილად არ იყო, ყველა ველოდებოდით ამას და ყველასთვის ცნობილი იყო. თავად ოცნების პროპაგანდა ამაზე აქტიურად მუშაობდა, მათ შორის პროსახელისუფლებო ჯგუფებში აქტიურად იწერებოდა, რომ თურმე ახლა აღმოაჩინეს, რომ რიჟვაძე კორუმპირებული იყო და თურმე რიჟვაძის კლანი ახლა უშლის ახალ თავმჯდომარეს ხელს და მოსალოდნელი იყო, რომ მოხდებოდა არჩილ ჩიქოვანის გადაყენებაც. შესაბამისად, ჩვენ ხედავთ იმას, რომ უბრუნდებით დროს, როდესაც პირდაპირ სახელმწიფოს პირველი პირები ნიშნავდნენ მერებს ქალაქებში და ის აღარ არის პრაქტიკულად არჩევითი. ამავდროულად ჩვენ ხედავთ იმას, რომ ოცნებას დაწყებული აქვს აქტიური საარჩევნო კამპანია, იმიტომ რომ მერის შეცვლა რას ემსახურებოდა? ემსახურებოდა იმას, რომ ახალი კანდიდატი, რომელიც მათ ეყოლებათ ადგილობრივი მმართველობის არჩევნებზე, თავიდანვე გააპიარონ სახელმწიფო რესურსების ხარჯი, რაც ყველაზე მთავარია, სახელმწიფო თანხებით და ფინანსებით, ბიუჯეტით მოახალოს მის გაპიარებას. მე პრეცედენტული, იმიტომ მოვიყვანი კითხვის ნაწილში და იმიტომ ვახსენე დაუშვათ იგივე არჩილ ჩიქოვანის ამ თანამდებობაზე მოსვლის წინა პერიოდი და შემდგომ უკვე მერობის პერიოდში მისი არჩევა, ხო? რომ რამდენად შეიძლება შედარებისთვის გამოადგეს ან რაღაც მაგალითად გამოადგეს ქართულ ოცნებას, ხო? იმუშავა აბსოლუტურად იდენტური პრეცედენტმა. აბსოლუტურად იდენტური შემთხვევაა. წავიდა მთავრობის თავმჯდომარე, მისი კადრი მერიც გადააყენეს. ზუსტად იგივე სცენარი არის და ამავდროულად ემსახურება იმას, რომ არჩევნებზე კარგი შედეგი მიიღონ. არჩილ ჩიქოვანის შემთხვევაში არ იმუშავა, იმიტომ რომ წააგო მან პირველი ტური, მაშინ გახსოვთ 2021 წელს, მაგრამ მე რას მინდა ხაზი გაუსვა. ნუ სხვა შემთხვევაში გაცილებით უფრო ნაკლებს მიიღებდა კიდევ, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ეხლა როცა აქტიურ თანამდებობაზე ხარ და შენ ხელში არის მათ შორის ბიუჯეტი, რომლითაც ბევრი ამის გაკეთება შეიძლება, მათ შორის საარჩევნო მიზნებისთვის, რა თქმა უნდა, ეს მუშაობს გარკვეულ კატეგორიაზე, თუმცა კიდევ ერთხელ რა არის ყველაზე მთავარი ამ შემთხვევაში? ეს რაც მოხდა ჯერ ბატონი რიჟვაძის გადაყენება, ახლა ბატონი ჩიქოვანის გადაყენება, ეს არის პირდაპირ აღიარება იმისა, რომ ამ ქალაქში არჩევნები გაყალბდა. იმიტომ რომ წარმოიდგინეთ 2021 წელს ბათუმში არჩევნები წააგეს, თურმე ამის შემდგომ ბატონ ჩიქოვანს ისე უმუშავია, რომ 50%-ზე მეტი აიღეს ბათუმში ამ არჩევნებზე და ამ დროს ასეთ პოპულარულ ადამიანს ასეთ დამსახურების მქონე ადამიანი თურმე გაუშვეს. ვინმე ჯერ ამისი, რა თქმა უნდა, არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, ძალიან კარგად იციან რეალური რეიტინგი მათ, რა რეიტინგი ჰქონდა თორნიკე რიჟვაძეს ამ რეგიონში, რა რეიტინგი ჰქონდა არჩილ ჩიქოვანს ამ ქალაქში, ძალიან კარგად იციან და ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ არჩევნები იყო გაყალბებული, ეს კიდევ ერთი მტკიცებულება არის ამ ყველაფრის. ყველაზე მთავარი რაც არის, ჩვენ ხედავთ საშინელებას. ხო, მაგრამ რეალურად კადრების შეცვლით მართველი გუნდი, რომელიც ხელისუფლებაში ამდენი წელი შეძლებს დაუშვათ იგივე რაოდენობის მხარდამჭერის მობილიზებას არჩევნებზე, თუნდაც მმართველობის. ჩვენ გვესმოდის ამისთვის არ კეთდება, რომ რაღაც პოპულარული სახე მოიყვანოს. რა პოპულარული სახე არავინ არ იცნობს, ძალოვანი უწყებიდან გადმოყვანილი ადამიანი გახადეს, მე რომელსაც არანაირი საჯარო ბიოგრაფია არ გააჩნია, არანაირი განცხადება არ ვიცით მისი და ყოველთვის ძალოვანი იყო. ეს ამისთვის არ არის, რომ ახალი კანდიდატი მოიყვანოს, რომელიც სუპერპოპულარული არის და არჩევნებს მოიგებს. აქ არის ჩვეულებრივი კლანური დაპირისპირება. დღეს მიმდინარეობს ასე ვთქვათ რიჟვაძის კლანის განადგურება ამ რეგიონში, ამას მოყვება კიდევ რა თქმა უნდა ცვლილებები და კიდევ მოყვება გახალხებული ხოსნები დაწუნებული ამაში, რა თქმა უნდა, ახლა არის უბრალოდ გადათამაშება, ახალი ძალის შემოყვანა, ახალი ხალხის, ახალი საიმედო კადრების დანიშვნა სხვადასხვა საკვანძო თანამდებობებს და არაფერი ამას არ აქვს, მე მინდა ძალიან კარგად ესმოდეს ჩვენს ძვირფას თანაქალაქეებს, არაფერი ამას საერთო არ აქვს თქვენზე ზრუნვაზე, ქალაქის უკეთესობაზე და ასე შემდეგ. და ისევე ამბობენ რომ ჩიქოვანი კარგი მერი იყო და ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ოფიციალურად არ დაგმობილა ჩიქოვანის კულტი, იმიტომ ვიცით ხო, ეს კულტი იყო შექმნილი და როდესაც ჩვენ ამბობდით რომ კორუფცია არის აჭარაში, თავს გვესმოდა იგივე ადამიანები, რომლებიც ახლა ლანძღავენ იმ თავმჯდომარეს თავმჯდომარეს, რომელიც აღარ არის და ახალ თავმჯდომარეს ადიდებენ. ახლა სამწუხარო ამბავი დაემართა ძალიან ბევრ ეგრეთ წოდებულ გამправებას, სურათიც კი არ ჰქონდათ ახალი მერის და გაუჭირდათ უცებ მობილიზება, ეს პრობლემა იყო მათთვის, რადგან უცნობი კაცი მოვიდა და ახლა ნელ-ნელა დაიწყებენ სურათების გადაღება. მათი სულერთი არის, აქცენტი ვინ დაინიშნება. კიდევ ერთხელ, მათი მიზანი არის, რომ
ახლა ახალი კლანის ჩანაცვლეს წინა კლანი, ახალი სანდო კადრები მოძებნონ და ყველაზე მთავარი ახლა რა საბოლოო ჯამში ციხეს თუ დაგვაშენებენ თავზე, ყველგან ძალოვანი ნიშნება, ყველგან პოლიციელი, ყველგან პროკურორი, მე პრობლემა კი არა მაქვს პროკურორებთან, პოლიციებთან, უბრალოდ მე ვფიქრობ, რომ პური მცხოვრებმა უნდა აცხოს, პოლიტიკოსი უნდა იყოს პოლიტიკაში, პროკურორი უნდა იყოს პროკურატურაში, პოლიციელი უნდა იყოს პოლიციაში. ეს არის შინაგან მინისტრობა, ის არის რა ქვია, პოლიტიკური თანამდებობა ჯერ ამით დავიწყოთ, მაგრამ მეორე, როდესაც პირდაპირ გადმოყავთ პოლიციელები, პირდაპირ გადმოყავთ პროკურორები, პირდაპირ გადმოყავთ ძალოვანი უწყების წარმომადგენლები, ეს ნიშნავს იმას, რომ მათი მიზანი არის მკაცრი ვერტიკალის აგება. აქ არ არის არანაირი ადგილობრივი თვითმმართველობის საუბარი, ადგილობრივი თვითმმართველობის ცნება გაუქმებული არის და ამის მაგალითად რა მინდა გითხრათ, იცით ბატონო რაშა, ჩვენ ნახეთ სულხან თამაზაშვილის პირველი შეხვედრები. ნახეთ გძელ მაგიდაზე თავში მჯდომი სულხან თამაზაშვილი აღხსნა რა ეს ვიზუალიც რას ნიშნავს თავში მაგიდის თავში მჯდომი საფიხნოს თავში მჯდომი სულხან თამაზაშვილი და მეერები და საკრებულოს თავმჯდომარეები როგორც მისი დაქვემდებარებული თანამშრომლები ისე იყვნენ თანაც ადგილობრივი თვითმმართველობის შენობებში მე მესმის როგორც პოლიტიკური ლიდერს პარტიული ლიდერი შეუძლია ოფისში შეკრიბოს ისინი და მათ ასე უყუროს მაგრამ მერი არ არის დაქვემდებარებული თავრობის თავმჯდომარეზე და ჩვენ ხედავთ აქ კაცრი ვერტიკალის აგებას და ადამიანების მოძებნას რომლებიც შეჩეული არიან ბრძანების შესრულებას ასე რომ არ იყოს უგულებელყოფილი რომ არ იყოს იდეა თვითმმართველობის და კითხვას არ დაუსვამენ შემოხვედრით თქვენ საკრებულოს წევრებს ალბათ ეს ინფორმაცია უნდა გქონოდათ დადასტურებულად მინიმუმ ბატონლაშა და არა კულუარების დონეზე თავისი ნებით გადამდგარ ადამიანებს მაინც უნდა გქონოდათ კომუნიკაციაც უნდა გქონოდათ თქვენთან ბატონო დაებადათ გადადგომას აპირებენ ბატონ მამუკასთან გადავალ იგივე კითხვით ფაქტობრივად ბატონ მამუკა რამდენად მოულოდნელი იყო ჩიქოვანის დღევანდელი გადაწყვეტილება რომელიც Facebook-ით ნახეთ ჩვენ ეს გადაწყვეტილება ერთი მხრივ და რა გაგრძელებას ელოდებით იმიტომ რომ ძალიან ბევრი საუბარი მიდის იმასთან დაკავშირებით რომ ჩიქოვანი არ იქნება ერთადერთი მერი ვინც თანამდებობას დატოვებს ვადაზე ადრე ხო სხვა მუნიციპალიტეტებზეც იგივე აქცენტი კეთდება მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. პირველ რიგში თქვენს მიერ დასმული შეკითხვის ალბათ პასუხსაც შეისავთ. უნდა გცოდნოდათ ჩვენ როგორც მუნიციპალური ერთის წარმომადგენლებს, მაგრამ ჩვენ საიდან უნდა გცოდნოდათ თვითონაც არისო და როგორც ხდება ხოლმე, ხო? ვითომ არა, მართლა, იმიტომ რომ ეხლა თქვენ თუ გჯერავთ იმისი რომ იჯდა არა, მე რამ ჯერავს და რამ იჯდა შეკოვანი და ფიქრობდა რამენაირად იმ საჭირბოროტო ამბავზე რომ როდის უნდა გადავდგეო და ჩამოკრა ზარმა და ანიშნა ზეციურმა მანანამ რომ გადავდგეო, ეს არის აბსოლუტურად აბსურდი. ჩვენ ამის პრეცედენტები გვაქვს. არა მხოლოდ აქ ამ რეგიონში და არა მხოლოდ წელს, ან ერთი თვის შეგნით. ესე ხდება გორში, ხაშურში, ქარელში, ესე მოხდა ხულოში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ ეს მოულოდნელი ვერ იქნებოდა, უბრალოდ ვისთვის ჩამორეკავდა პირველი ელდის ზარი თუნდაც ამ რეგიონში, ეს იყო სამარჩიელო. ნუ დაიწყო ბათუმიდან, ალბათ მიყვება შემდეგ მომიჯნავე რაიონი და ასე გაგრძელდება. არა მარტო მერებზე, საკრებულოს თავმჯდომარეებზეც მათ შორის საუბრობენ იმ სამინისტროების პირველ პირებზე, რომელიც გვაქვს რეგიონში. ეხლა საკრებულოს თავმჯდომარეები, აქ იავარქმილი საკრებულოს თავმჯდომარეები ვყავით ჩვენ და სამწუხაროდ მრავალგზის გადაყენებელ, გადმოყენებულ აღზრდგარი, ასე რომ ეს მარჩიელობა იქნება ყველაფერი მოსალოდნელია, იმიტომ რომ პოლიტიკაში მარჩიელობა ყველაფერი პრინციპი, მით უმეტეს ქართული ოცნებას პოლიტიკას საერთოდ მიღმა აქვს, რაღაც კადრის მიღმა აქვს რაღაცები. ყველაფერი არის მოსალოდნელი და ყველასე მოლოდინი შეიძლება დადგეს. ოღონდ ეს არ ვიცით როდის ვის და რატომ. ცხადია რიჟვაშის კადრები უნდა ჩაჩოჩდნენ, თუ არ გაქრენ, მე ხლა მეორე ამბავი მაწუხებს ხომ არ დარჩება ბატონი რიჟვაზე, ბატონი ჩიქოვანი ისევ ჩემი დასაცავი პლაკატებით ხელში, იმიტომ რომ მაპატიეთ, მაგრამ ეს ადამიანები რაღაცეებს რო ხიმანდრობდნენ წლების განმავლობაში რო დაგვიტოვენ ქალაქში სასობები პარკირების პრობლემა რომ არ აქვს რეგიონს პრაქტიკულად და ქალაქს სასაფლაო რომ ნაგავსაყრელი ნაგავზე უარეს ნაგავსაყრელთა აქცეული და მილიონი პრობლემა რაც ამ ქალაქს დარჩა და ამ რეგიონს ქალაქს რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მუნიციპალიტეტია აი ამ ჩვენ ქვეყანაში შესაბამისად აქ მოლოდინები ნებისმიერ შემთხვევაში უბრალოდ ჩვენამდე ხელი ვერ მოუწევათ ვიღაცის ჩაგვანაცვლულ. ქონდათ ეს პრობლემა, ცდელობა ქონდათ, თავის დროზე ვიღაცა ჩაუნაცვლებულიყავით ქართული ოცნების გულს, საბედნიეროდ ჩვენდა და ჩვენი გუნდები საბედნიეროდ ესეთი რაღაცა ვერ მოხდა, ნუ ქონდა ცალკეული შემთხვევები, თუმცა
ესენი არ ექვემდებარებიან მთავარი ამოსავალი წერტილი რა არის. ქართული ოცნება როგორც ხელისუფლება კლასიკური გაგებით არ არსებობს. აქ არის ჩვეულებრივად შაიკა, შანტრაბა, მაპატიე სლენგისთვის, მაგრამ სხვა ვერ მიესადაგება ამას. მამა მარჩენალის, ბორისა ნიგაჯაევი, პატივცემული ბარისია, ბორისია, ივანიშვილია, ივანაშვილია ჯერ კიდევ ვერ დაგვიდგენია. შესაბამისად ანატკაცუნებს ეს ხეს მის ჩამოუნტკაცუნებელი ხელი სხვა არა მგონია ბიძინა ივანიშვილი ახლა მერების და საკრებულოს თავმჯდომარეების ჩამოთვლილ. ბიძინა ივანიშვილი არა, ნახე ამბავი როგორ არის პატივცემულო, ბიძინა ივანიშვილს კი არ აქვს ვიღაცის გაგება, იქ არჩილჩიქოვანია, პეტრე ბაგრატიონია თუ ბაგრატიონ მუხრანელი არა. უბრალოდ თქვა რომ ბათუმში რაღაც ისე ვერ არის. ესე იყო რეალურად არჩევნებისთვის ემზადებიან. ამის ანალიტიკა კეთდება, ანუ რაღაც ანალიტიკაზე დაყრდნობით იღებს ამ გადაწყვეტილებას ანუ ანალიტიკას აკეთებენ ადამიანები, რომლებიც რეალურად არიან პოლიტიკით დაკავებულები. ამათი ანალიტიკა იწერება ლიუბიანკაზე ჩვეულებრივად. როგორც დოქტრინა ჩამოდის და იმას ასრულებენ ნაბიჯ-ნაბიჯ, მისხარ სრული სიზუსტით. ჩვეულებრივი კალკია კოპირებაა რუსული მმართველობის, ეგრეთ წოდებული მმართველობის და საქართველოში ეს ხდება საკუთარი ნებით, გაუმჯობესებული თეორიებით, იმიტომ რომ ამისი უნარები, რა თქმა უნდა, ბორის ივანიშვილის აქვს გააჩნია და ჩვენ და სამწუხაროდ რენეგატი ქართველები ჩვენ ადრე ხედავდით ოცნების პოლიტიკა, სხვა მიმართულებითაც საკადრო პოლიტიკა ფაქტობრივად უფრო გამკაცრებულია თუ არ ვიცი რა სიტყვა შეიძლება მიუსადაგოთ, იმიტომ რომ შეიძლებოდა კონკრეტული თანამდებობიდან ადამიანები წასულიყვნენ, მაგრამ ამ გუნდის სივრცეში რაღაცნაირად რჩებოდა ის მოიაზრებოდა ისევ ამ პარტიის სახეთ, ხო შემადგენლად. ჩვენ ვნახეთ, რომ იგივე თორნიკე რიჟვაძე მაგალითად, რომელიც იყო 7 წლის განმავლობაში ძალიან დიდი რეგიონის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერი, დღეს ქართული ოცნების პოლიტსაბჭოში და იმ სიას საერთოდ ვერ ვნახეთ ხომ. შეიძლება არჩილ ჩიქოვანიც ამ პარტიის წიაღში ვეღარ ვიხილოთ სამომავლოდ. ანუ ეს არის ახალი მიდგომა თქვენი დაკვირვებით, ანუ ამით რას აკეთებს ოცნება? არჩილ ჩიქოვანზე მინდა გითხრათ, რომ მას წიაღებში შესვლა არ ეშლება, მრავალ წიაღში დამყოფია, ხო, ძალიან მაგარი ანეკდოტი იქნებოდა, ამ ხელა რეგიონის ხელმძღვანელი იყო ბატონი რიჟვაძე, ეს ხომ საერთოდ სასაცილოა და ამის იქეთ რა პასუხი უნდა გავცეთ. ნუ ხო იყო, მაგრამ რიჟვაძე იყო აჭარის რეგიონის ხელმძღვანელი. ეხლა თქვენ წარმოგიდგენიათ ამ რეგიონს ყავდა კომუნისტების დროს თხილაიშვილი, რომელიც საკმაოდ გამოცდილი ავტორიტეტული ადამიანი იყო იმ დროისთვის, ყავდა პაპუნიძე. ამ რეგიონს ყავდა ასლან აბაშიძე, რომელსაც დედამიწა და საქალამნად არ მიაჩნდა. კარგი იყო თუ ცუდი იყო, ნუ ასლანი იყო და ასლანი გაიქცა და აჭარა გათავისუფლდა გვიყარდა. ამ რეგიონში ლევან ვარშალომიძე იყო. იმეს უნდა თუ არ უნდა აწყობს თუ არ აწყობს, ამ რეგიონში ლევან ვარშალომიძე იყო. მოღვაწეობდა ერთი წამით. მოღვაწეობდა და ამ ქალაქმა და ამ რეგიონმა ეს იგრძნო. დამოუკიდებელი ნუ რანაირად შეიძლება ყოფილიყო ან პატარიძე, ან ხაბაძე, ან ვარშალომიძე დამოუკიდებელი რომ იყო, ამაში მე ეჭვი არ მეპარება. ოღონდ აქ ვარშალომიძეზე და ასლან აბაშიძეზე არ არის. მე აქ შედარებითი დახასიათება გავაკეთე. ახლა ვერტიკალზე. გასაგებია, ნახეთ ვერტიკალი როგორ არის. ნახეთ ვერტიკალი როგორ არის. მგონია ახლა რომ მიხეილ სააკაშვილის პერიოდში, ზოგადად ყველა ხელისუფლების პერიოდში დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი ხელისუფლებების მუშაობა არის პრობლემური. ამაში ალბათ დამეთანხმებით, ხო? ცალსახად ორი აზრი არ არსებობს, გეთანხმებით მესმის, რასაც მეკითხებით. თქვენ თუ ის გაინტერესებთ, იყო თუ არა ლევან ვარშალომიძე არა, ახლა მკითხეთ. არა, ზოგადად შედარებისთვის თქვი რადგან თქვენ ახსენეთ. არა, მე ვახსენეთ შევადარე ასლან აბაშიძეს ვახსენე და პაპუნიძეს რომელიც აღარ არის. მნიშვნელოვანია ის რა იქნება ხვალ. ნახეთ ამბავი როგორა დარწმუნებული ვარ, ღრმად რომ ყველაზე მეტად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში თუ ვინმე იყო დამოუკიდებელი, რა თქმა უნდა ლევან ვარშალომიძე იყო. თუმცა ჩვენი ტრაგედია ლევან ვარშალომიძე და მიხეილ სააკაშვილი კი არ არის ამ წუთაში. ჩვენი ტრაგედია არის ზოგადად ტრაგედია ყველაფერი რაც გავიარეთ და რასაც გავივლით ის არასწორი იქნება. მართლობის არასწორი ფორმა იქნება. აქედან გამომდინარე აი ამბავი როგორ არის ისინი ყველა დონეზე ქართული ოცნების მესვეურს და მათ ატამანს მე სხვანაირად ვერ ვუწოდებ მაპატიოს ტელემაყურებელმა საზოგადოებამ ესეთი გარკვეული ტიპის სლენგებით და იზმებისადმის
ამ ბანდის მეთაურს ვერ ვუწოდებ მე ხელისუფალს. ეს არის ჩვეულებრივი კანტორის მუშაკი, რომელსაც ბუღალტერია ესმის შავი ძალიან მაგრად და რომელმაც იცის მოლარე ვინ დააჩინოთ. უნდა და მოლარე ყავდა არჩეჩიკოვანი, ეხლა დავაცდუნაწილოთ სამართლიანად ბატონ მამუკა, ბოდიში ვაჟასთან გადავალთ ფაქტობრივად იგივე კითხვით ვაჟა რა მოხდა დღეს რეალურად ადგილობრივი თვითმმართველობის ფარგლებში ჩვენ ძალიან ბევრი გვისაუბრია იგივე ლაშა კომახიძის ვადამდე ადრე წასვლაზე ხო თანამდებობიდან და ჩვენ გვახსოვს ის პერიპეტიები რომელიც წინ უძღოდა მის თანამდებობიდან წასვლას იგივე მოხდა ფაქტობრივად დღეს რა ფორმითაც მოვიდა ჩიკოვანი იმ ფორმით გაუშვეს ფაქტობრივად თუ მართლა დამოუკიდებელი მისი გადაწყვეტილება არ არის როგორც აგერ ჩემი დღევანდელი სტუმრები საუბრობენ ხო თქვენი შეფასებით ეს რამდენად წაადგება პირველ რიგში ქართულ ოცნებას მსგავსი საკადრო ცვლილება მით უმეტეს წინასაარჩევნო პერიოდში და ადგილობრივი თვითმმართველობის თვითმმართველობის საქმიანობაში ჩარევის თუ არ ვიცი როგორ ვთქვათ რა მაგალითი ვნახეთ დღეს ყველამ ჩვენ მოგესალმებით ლაშა მადლობა შესაძლებლობისთვის ხო თვითმმართველობის იდეაში ჩარევა ზოგადად ქართული ოცნებისთვის ახალი არ არის და ხო რაღაცა კარმა ვახსენეთ წეგან და ეგ ამბავი იყო ხო ბატონი არჩილი როცა მოვიდა მან დაიკავა მერის მოვალეობის შემსრულების თანამდებობა მაშინ როცა თქვათ გასული იყო ის პერიოდი როცა შეიძლებოდა არჩევნების გარეშე გამختارიყო ადამიანი მოვალეობის შემსრულებელი პირდაპირ არჩეული მერი მათ სხვათა შორის ეხლა ბატონი არჩილი მიუხედავად იმისა რომ უზარმაზარი გაყალბების ფონზე მოიგო მან არჩევნები და უზარმაზარი манипуляციები გააკეთა მისმა გუნდმა მაშინ როცა გააკეთა ხო 21 წლის არჩევნებზე გვახსოვს რომ მათ შორის მისი ცესკოს მიერ დაწერილი ხმებით პირველი ტური ბატონმა ჩიკოვანმა წააგო და შემდეგ მთელი რესურსის აბსოლუტური მობილიზებით დაიწერა ფაქტობრივად მეორე ტურის შედეგი ხო ლეგიტიმაცია პირდაპირ ლეგიტიმაციის მქონე ადამიანი დღეს გადააყენეს ისე რომ მას ინფორმაციაც კი არ მიაწოდეს და ისიც კი არ აკადრეს ბჭყალებში რომ ბრიფინგი ჩაეტარებინა და უთხრეს რომ შენ ხალხმა კი აგირჩია წინადადება იყო ფაქტობრივად შენ ხალხმა კი აგირჩია მაგრამ ეხლა ხან ჩვენ გვეუბნებით უნდა გადადგეთ თვითმმართველობისადმი დამოკიდებულება ქართულმა ოცნებამ მაშინაც აჩვენა როცა უმაღლეს საბჭოში გადავიდა ბატონი რამაზ ჯინჭარაძე ხო და მაშინ როცა იქე ოლქს რომელშიც ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა და 8 თვე ფაქტობრივად არჩევნების შემდეგ მაჟორიტარი არ ყავდა იხაც მაჟორიტარი მოუხსნეს და წელიწად ნახევარი ფაქტობრივად 4 წლიდან მაჟორიტარის გარეშე დარჩა კონკრეტული ოლქი როცა მაჟორიტარიზმის იდეაზე დგას თვითმმართველობა ხო პირდაპირ წესით არჩეული ადამიანი ფაქტობრივად ამ ოლქს უკვე აღარ ყავს და წელიწად ნახევარი უწევდა ამ ოლქს მაჟორიტარის გარეშე ყოფნა ეხლა რაც შეეხება სიმპტომებს რატო მოხდა ეს ამბავი რა თქმა უნდა ბუნებრივი იყო ის რომ ადამიანი რომლის მთავარი კრიტერიუმი იმ თანამდებობაზე ყოფნისა რომელიც ის გადადგა იყო ბატონი ყოფილი თავმჯდომარის მეჯვარეობა მისდამი არ შეიძლებოდა დარჩენილიყო თანამდებობაზე მაშინ როცა ახალმა თავმჯდომარემ ბატონმა თამაზაშვილმა პირდაპირ ბრძოლა გამოუცხადა ბატონ რიჟვაძეს და მის ამბსონებს ხო ადგილობრივებს მან პირდაპირ ყველა ნებართვა გააჩერა მანამდე თანამდებობებს იკავებდა გარკვეულ არც ისე უმნიშვნელო თანამდებობებს ვაჟა ის სოთში იკავებდა თანამდებობებს რაღაც პირდაპირ ქალაქის მეერად დაუშვათ ხო თუმცა სადაზღვევი და საგზაო დეპარტამენტი იყო თუ ასე შემდეგ ყველგან ბატონი რიჟვაძის დასმული იყო ასე რომ თქვა და მას პირადი ბიოგრაფია ამ მიმართულებით არ გააჩნდა ფარველობდა ყოველთვის რიჟვაძე და ერთკლარად მოიხსენიებოდა ისინი და ეხლაც ბატონმა თამაზაშვილმა პირდაპირ ომი გამოუცხადა ყოფილ თავმჯდომარეს და ნებართვები გააჩერა ამ ქალაქში ბულვარში დღეს აუქციონი არ ტარდება ტენდერი არ ტარდება ბათუმში ნებართვები არ არსებობს აგერ ჩემი კოლეგები დამეთანხმებიან სხდომა როცა კაური კოეფიციენტი არ გამოსულიყო და ბოლო ორ სხდომაზე ამ მიმართულებითაც არაფერი მომხდარა საინტერესო კაურიც კი არ გამოსულა იმიტომ რომ ვერ ათანხმებდნენ ნებართვებს რა დაუტოვა არჩილ ჩიკოვანმა ბათუმს და მემკვიდრეობა რა არის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა ეს ბატონი ჩიკოვანი ბათუმელებს დაამახსოვრდა მოპარული არჩევნებით მეგის ქარდავათი ყველაზე მძიმე ამბავი რაც მის ირგვლივ იყო და ასევე დაამახსოვრდა იმით რომ ის არის ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული მერი რომელიც ბათუმზე მხოლოდ ბათუმზე საქართველოს პარლამენტში კი ვამბობ აი მტკიცებულებებს ვამბობ მეტი არაფერს ის იყო ინიციატორი იმისა
რა კანონებიც გავიდა საქართველოს პარლამენტში, ეს იყო ავარიული სახლების პროგრამა, სადაც მან დისკრეციულად მისი როგორც მერის უფლებები გაიზარდა და თქვა რომ სადაც ავარიული სახლი დაინგრევა, აქ მე გადავწყვეტ როგორც მერი თუ რამდენი სართულის სახლი უნდა აშენდეს. პირდაპირ ეს ჩაწერა მან კანონმდებლობაში და არჩილ ჩიქოვანს არქეოლოგიას, არქიტექტურასთან, გეოდეზიასთან, მშენებლობასთან რა კავშირი ჰქონდა, არავინ არ ვიცოდით და როგორ უნდა განესაზღვრა მას, რამდენ სართულიანი სახლით ჩაანაცვლებდა ავარიულ ნაგებობას, წარმოუდგენელი ამბავია. ხო, ეს იყო ერთადერთი ამბავი. იქ იმდიხელდა სართულიანი სახლი აშენდება ავარიული სახლის ადგილას, რა კონკურენციაშიც ეს რაღაცა ფინანსური ინტერესები შეავლენ ერთმანეთთან. ხო, ამნისტიის კანონპროექტი გვახსოვს, როცა პირდაპირ მერიის ინიციატივით მიიღო საქართველოს პარლამენტმა ამნისტიის კანონი და არც ერთი მერის პირობებში საქართველოს პარლამენტს კონკრეტულად ბათუმზე მორგებული კანონები არ მიუღია. ამიტომ ჩვენ ვამბობდით, რომ კორუფციის რისკები ბატონი ჩიქოვანის ყოფნა მერად გაზარდა, იმიტომ რომ მან მიიღო ისეთი კანონები, სადაც მისი როგორც მერის უფლებამოსილებები გაიზარდა. ამიტომ მისი წასვლა სწორედ მაგასთანაც არის დაკავშირებული, იმიტომ რომ ვიღაცებმა გაიგეს ამ ქალაქში და ამ ქვეყანაში, რომ ბატონი რიჯვაძე და ბატონი ჩიქოვანი მათგან დამოუკიდებლად აკეთებდნენ ფულს, მათ შორის ამას ემსახურებოდა არქიტექტორის სამსახურის შეცვლა თავის დროზე, არქიტექტორის სამსახურის შეცვლა თავის დროზე, უფროსის შეცვლა თავის დროზე, როცა ვილუაშვილმა თავისი კადრი ჩამოიყვანა და დააყენა აქ არქიტექტორის მოვალეობის შემსრულებლად, ხო, მთავარი არქიტექტორის მოვალეობის შემსრულებლად. ამიტომ ძალიან მოსალოდნელი ამბავი იყო და სიმპტომები არის ეს, რომ ქართულ ოცნებას არ აინტერესებს თვითმმართველობის კოდექსი, ქართულ ოცნებას არ აინტერესებს ადგილობრივების ყოფა, ქართულ ოცნებას და უკვე თამაზაშვილს აინტერესებს ერთი კლანი ჩამოაშოროს და მისი კლანით მოაჯეს უკვე იმ რესურსებს, რაც მთელი რეგიონის მასშტაბით არსებობს და ეს არის აქ მთავარი ხაზი იმისა, თუ რას აკეთებს ბატონი თამაზაშვილი ამ კორუფციასთან დაკავშირებულ თემებს ალბათ მეტი მტკიცებულება სჭირდება და ალბათ ეს თქვენ როგორც აგრებულოს წევრებს, რა თქმა უნდა, ეს ფაქტების გაგაჩნია ბუნებრივია. ჩვენ არ ვამბობთ თავაწერენ ოცნების მომხრეებით და აქტიური კამპანია გაშლილი სოციალურ ქსელში, ამიტომ ხო მე არც არავის დამცველი ვარ და გენგეგმა ძალიან მნიშვნელოვანი. მარჩილ ჩიქოვანის თავარი დაპირება, როცა ის მოვიდა, მერად იყო გენერალური გეგმა და ისე წავიდა დღეს და ისე უთხრეს რომ ისა დასამშვიდობებელი პოსტი გაეკეთებინა რომ გენგეგმაზე 6 თვე არ ულაპარაკია არჩილ ჩიქოვას და გენგეგმა სამწუხაროდ გადაიდო კიდე 26 წლის აპრილამდე თუ არა ამ ქალაქს არ ვიცი. პრობლემელი ადგილი არა აქ ქალაქში. თუ არა საქმე სოფელში საგვარეულო ამბავი. ანუ ახლა კარგი, კარგზე ვისაუბროთ, მოვისაუბროთ სასაფლაოებზე მაინც და მაინც. რეზო, მადლობა კიდევ ერთხელ გადაცემაში მობრძანებისთვის. პრინციპში ვაჟამ უკვე ახსენა და თქვენთვის მინდოდა მეკითხა ამ თემასთან დაკავშირებით. აი სიმპტომებზე ძალიან ბევრი ისაუბრეს თქვენმა კოლეგებმა, თუმცა ალბათ სიმპტომატურია ისიც, რომ ბოლო ორი მერი ისე წავიდა, რომ თვითონაც არ იცოდნენ, როგორც თქვენი კოლეგები ამბობენ, რომ უნდა წასულიყვნენ თანამდებობებიდანო და ამავე დროს ამომრჩევლის წინაშე პასუხისმგებლობა ფაქტობრივად გამოდის, რომ როგორც პარტიას, რომელიც წარადგენს ამ მერობის კანდიდატებს და მე მუშაობენ გარკვეული პერიოდი, ხო? თავად ამ ადამიანებსაც რაღაც პასუხისმგებლობის ნაწილში აქვთ გარღვევა, ხო? სამი წინადადებით 51%-ზე მეტი ამომრჩევლის ხმა მიცემული მერი, როგორც წესკომ გამოგვიცხადა, ხო, 2021 წელს, მხოლოდ სამი წინადადებით არ უნდა მიდიოდეს. ანგარიშს უნდა აბარებდეს პირველ რიგში საკუთარ ამომრჩეველს და თქვენც მათ შორის ალბათ მაკონტროლებელ ორგანოს საკრებულოს. როგორ მიგაჩნია თქვენ, რატომ გადადგა მაინც არჩილ ჩიქოვანი? ძირითადი მიზეზი ამის რა შეიძლება იყოს და რამდენად იმუშავებს ეს მართლ პარტიაზე? ხო, მივესალმებ თქვენს მაყურებელს. მადლობა. თქვენ დაიწყეთ და წეგან თქვით, რომ ანგარიშვალდებული მოსახლეობასთან ჩემმა კოლეგებმა აქ ბევრი საუბრეს სხვადასხვა იმ მნიშვნელოვან საკითხებზე და მე ხა სანამ თქვენს გადაცემაში მოვიდოდით, მანამდე ქალაქში მომიწია გასვლა და კატასტროფული მდგომარეობა. პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება ქართულ ოცნებასთან არ ამგონია რომ ასოცირდებოდეს და ეხა რაცაც ბიძინა ივანიშვილს უყურებთ ჩვენ ამ წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, მისი თანამდებობის პირები და მისი გუნდის წევრები სხვანაირები ვერ იქნებიან.
ეხა წარმოუდგენელი ამბავია მეთქი რო გითხრათ გაეცინება ჩვენს მაყურებელსაც რა არის წარმოუდგენელი ეხა ჩიქოვანს რო სახში წასვლა მოუწევდა ან ვიღაცას რო სახში წასვლა მოუწევს ეს წარმოუდგენელი ამბავი არ არის უფრო წარმოუდგენელი ამბავი არის ის რომ საზოგადოების დიდი ნაწილი და მე ქალაქში მაცხოვრებლები ადამიანების დიდი ნაწილი საჩემ და სამწუხაროდ არავის ხა რა თქმა უნდა ჩემ თავზეც ბევრი კრიტიკა მithქვია მაგრამ მე მინდა გამოვეხმაურო და ვთქვა რომ კითხო ბათუმელებს რა ვიცი მოგწონდათ ეს კაცი აი თქვენ მიეცით ამ ადამიანს ხმა არის ეს კაცი ის ადამიანი ვინც თქვენი ასე ვთქვათ ის დაპირება ის მთავარი მოთხოვნა თქვენ რაც გონდათ დააკმაყოფილა მადლობელი ხართ ამ ადამიანის თუ ეს ასე არის და თუ საზოგადოების თუ გავალთ და რეალურად ნახავთ ხო დიდ ნაწილს აღმოჩნდება რომ ეს აბსოლუტურად არ არის ეს აბსოლუტურად აცდენილი არის ეს ადამიანები აქ დანიშნული იყვნენ რისთვის ერთადერთი რამისთვის მათ ძალიან კარგად იცის ივანიშვილმა და მისმა გუნდმა რომ ისინი არ არიან სტაბილურები და არ იყვნენ პარტიის ერთგულები პარტიის ერთგულება სხვა რაღაცა არის პარტიის და ზოგადად ჭალეში პარტიის და იმ პოლიტიკის და გუნდის ერთგულება სხვა რაღაცა რასაც ქართულ ოცნებაში თქვენ ძალიან დეფიციტურია სამწუხაროდ ეხლა რაც ჩემმა კოლეგებმა თქვენ მეც რამოდენიმეჯერ შემხვდა რომ ისეთი ადამიანები წერდნენ მის კორუფციასთან დაკავშირებით რა ვიცი მის კარებთან დაცვის უკან იდგენ როცა ჩვენ მივდიოდით და იქ ვითხოვდით კონკრეტულ რაღაცებს ხო ამიტომ არასერიოზულად მიმაჩნია დღეს და ვფიქრობ რომ არასერიოზული არის იმ ადამიანების გამოსვლა და პოსტების წერა და თქვა რომ აი თურმე იმიტომ გადადგა და საკრებულოში განცხადებას არ აკეთებენ თუ იცით რატო არ გააკეთებენ ახლა საკრებულოში რა უნდა წინააღმდეგია იყვნენ არჩილ ჩიქოვანი და არ გადადგესო განსაკუთრებით ის თავმჯდომარე იყო წინააღმდეგი არჩილ რა პასუხისგებლობაზე ჩამოინგრა ქვეყანა პრაქტიკულად ქვეყანა აცდა ყველანაირ გზას რომელიც მიმართული იყო ევროპისკენ ქალაქის განვითარება რა საერთოდ რა განვითარებაზეა ლაპარაკი გავიდეთ ნებისმიერ უბანში გადი ნებისმიერ კუთხეში მიდი ერთი ახალი გზა გარდა იმისა არა გითხრათ ეს უნდა თქვა ერთი ახალი გზა ერთი ახალი ქუჩა, ახალი ქუჩას და გზას ის კი არა რომ აყარეს და გადააგეს ასფალტი, ან სადღაც ასფალტირებული ქუჩა როს რომ თავიდან გააგეს. ის არა. ერთი ახალი გზა, ერთი ახალი ქუჩა, ერთი ახალი მიმართულება, რომელიც აი მითხრა დამისახელონ სადმე თუ გაკეთებულა, გარდა იმისა რომ 7 წლის განმავლობაში ჭოროხის შემოვლით გზას აკეთებდა რიჟვაძე და ჩიქოვანი. და მანამდე კიდევ პატარაძე და რა ვიცი ვინც იყვნენ, ყველა 7 წელი აშენებდნენ როცა აი წარმოუდგენელი ამბავი არის 7 წელი, რა ვიცი 7 კილომეტრიანი გზის მშენებლობა. ხო და აი რა ამაზე ვსაუბრობთ, რომ რეალურად ეს არის უდიდესი პრობლემა. დღეს ქვეყანაში დგას დღის წესრი კი ასე. დღეს ჩიქოვანი გადადგა, რიჟვაძეც წავიდა, ბევრი ვიღაცა წავა, ბევრი ვიღაცა მოვა, მაგრამ საზოგადოებამ ხალხმა უნდა იცოდეს, აქ მაცხოვრებელმა ბათუმში და საქართველოში მაცხოვრებელმა თითოეულმა ადამიანმა უნდა იცოდეს. თუ კი ბიძინა ივანიშვილს არ მოუწევს ხელისუფლება და ვერ გავაკეთებთ იმას, რომ ისინი ჩამოვაცილოთ ხელისუფლება, კიდევ ერთხელ ვაუმნები. უარეს პრობლემაში შევდივართ, იმიტომ რომ რეალურად თქვენ ხედავთ, რომ ჩვენ აღარ ჩავდივარ იმ პატარა დეტალებზე და პატარა პრობლემებზე, რომელიც დღეს ქალაქი ახლა რა თვითმართლობა წარმოუდგენელი ამბავია. მოდი ვაღიაროთ და ვთქვათ, არც არ ყოფილა არასდროს ესე დამოუკიდებელი თვითონ ჩვენ ამის მის კონდა პირიქით, რომ აი ყოფილიყო დამოუკიდებელი რაღაცა, მაგრამ არასდროს არ ყოფილა, მაგრამ ეხა ამ პროცესში, როცა შესაძლებელი იყო ეს გაკეთებულიყო, ჩვენ ვღებულობთ იმას, რაც მივიღეთ და ერთ რაღაცას ვიტყვი და ამით დავამთავრებ, ქართული ოცნების მმართველობა დაიწყო ერმაკოვით, რომელიც დაიჭირეს, მერე გადა ლაშა კომახიძესი, რომელსაც ისე სხვათა შორის ლაშა კომახიძე რომ მაგრად დამდგარიყო და რო ცოტა სხვანაირი აი ამ პროცესში შეიძლება რაღაცნაირად სხვანაირად მომხდარიყო და ვიღაცა იქ დაფიქრებულიყო, მაგრამ თუმცა ნუ ვერ ეწინავე პირიქით აი მათ იმაზე დარბიან აქვია. მადლობა.
ვაჟა დარჩია ბათუმის საგრებულოს წევრი კოალიცია ძლიერი საქართველო, აკაკი გვიანიძე ბათუმის საგრებულოს წევრი, ასევე პარტია გახარია საქართველოსთვის, რეზო ხარაზი ბათუმის საგრებულოს წევრი, როგორც გითხარით კოალიცია ერთობა ნაციონალური მოძრაობა და მამუკა ქობულაძე ბათუმის საგრებულოს წევრი კოალიცია ცვლილებებისთვის. კიდევ ერთხელ მადლობა თქვენი მოსაზრებების გაზიარებისთვის. როგორც გადაცემის შესავალსა და შემდეგ სტუმრებთან საუბარში აღინიშნა, ბოლო ორი არჩეული მერი თანამდებობიდან წავიდა ვადის ამოწურვამდე, რაც თავისთავად აზიანებს თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის არსა და მისწრაფებას. ეწირება თუ არა თვითმმართველობის იდეა ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს, რას მოუტანს ოცნება მსგავსი საკადრო ცვლილებები და რა მთავარია მათ ამომრჩეველს და საერთო ჯამში რა შედეგი მოაქვს ამ ყველაფერს. ამის გარკვევა შევეცდებით ახლა ჩვენ შემდეგ სტუმართან ერთად. მაგდა პოპიაშვილი თვითმმართველობის მკვლევარი უპასუხებს ჩვენს კითხვებს პირდაპირ ჩართვის რეჟიმში. მოგესალმებით მაგდა, მადლობა თქვენ გადაცემაში მონაწილეობისთვის. გამარჯობა ლაშა. მაგდა, ბუნებრივია პირველ რიგში უნდა გკითხოთ თვითონ ფაქტზე. 5 თვით ადრე თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქის მერმა დატოვა თანამდებობა დღეს, დატოვა სამწინადადებიანი Facebook პოსტის გავრცელებით. მაშინ როცა მას ცესკოს მონაცემები ბათუმელი ამომრჩევლების 51%-ზე მეტმა მისცა ხმა. კითხვის ეს ნაწილი უფრო ჩიქოვანს ეკუთვნის პრინციპში, მაგრამ ის რადგან აქამდე არასდროს ყოფილა ჩვენი სტუმარი, არ ვიცი რატომ და დღეს მით უმეტეს არ არის, თქვენ კითხავთ რასთან გვაქვს ასეთ შემთხვევაში საქმე და რა მოხდა დღეს რეალურად ბათუმში? ნახევარწინადადებიან პოსტში მთავარია რომ პარტიისთვის მადლობის გადახდა მოახერხა და გუნდის წევრად რომ რჩება ისიც აღნიშნა. მიზეზებზე არ ვლაპარაკია, ართვლის თავს ვალდებულად საკუთარი ქალაქის მოსახლეობას გააგებინოს იმ მიზეზების შესახებ, რის გამოც მოუწია გადადგომა. ისე ვულოცავ ბატონ ჩიქოვანს, ზუსტად ისე მოიშორეს, როგორც მისი მეშვეობით მოიშორეს თავის დროზე კომახიძე. ახია მასზე რაღა დაგიმალოთ. უბრალოდ თვითმმართველობა ზოგადად როგორც იდეა არ იმსახურებს აი ამ დაკნინებას, როგორც ქართული ოცნება ამას აკეთებს და არ იმსახურებს ბათუმი ასეთ მერებს. არც ისეც როგორც ჩიქოვანი იყო, არც ისეც როგორც კომახიძე იყო და არც ისეც როგორც ერმაკოვი იყო. არ გაუმართლა ამ ქალაქს ბოლოს ამ არჩევნებზე სამწუხაროდ და ეს ნამდვილად რაღაცა უცნაურად მიეწყო ამ ქალაქში და ეს სიმპტომატური ასეთი იყო თითქმის ყოველი მეორე წინადადება ჩვენი სტუმრების საუბრის დროს, რომლებიც თქვენამდე საუბრობდნენ, მაგდა სიმპტომატური გახდაო ის ვადაზე ადრე მერების გაშვება. კი, ეს არ არის არც პირველი შემთხვევა და როგორც ჩანს არჩევნებამდე, თვითმმართველობის არჩევნებამდე არც ბოლო შემთხვევა არ იქნება. გარდა იმისა, რომ გარკვეული მერები შესაძლებელი არიან საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, ჩვენ განსაკუთრებით აჭარაში ვხედავთ ხო, რომ ახალი კადრები მოვიდნენ რეგიონის დონეზე და შესაბამისად მათ გადაწყვეტეს რომ თავიანთი კადრებით ჩაანაცვლონ. სიმპტომატურია მათ შორის ისიც რომ ეს მერიც ჩიქოვანის მსგავსად და ახლანდელი რეგიონის ხელმძღვანელობის მსგავსად არის ძალოვანი სტრუქტურიდან და მას საერთოდ არანაირი გამოცდილება არ აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში მუშაობისა და ალბათ ასე გაგრძელდება სხვა მუნიციპალიტეტებშიც, შესაძლოა მათ შორის აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებშიც. ჩემთვის მაინც ეს ყველაფერი უკავშირდება მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს, რაც არ უნდა თავს იმშვიდებდეს ქართული ოცნება, რომ ისინი ყველა მუნიციპალიტეტს მოიგებენ, როგორც მერის ისე საკრებულოს არჩევნებს და რაც არ უნდა უარზე იყოს ოპოზიცია და არ აპირებდეს მონაწილეობას, ფაქტი ერთია, რომ ქართულ ოცნებას ეშინია თვითმმართველობის არჩევნების და ხო, ეგ ცალკე პრობლემაა. ხავთ ოპოზიცია უნდა დაფიქრდეს. ეს ცალკე პრობლემაა, რასაც ოპოზიცია ამ ეტაპზე არ ვიცი, ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში, ნაწილი მაინც ხო, თუმცა ამ საკადრო ცვლილებამ უნდა ლაშა ბოდიში, ამ საკადრო ცვლილებამ უნდა დააფიქროს ოპოზიცია, მე ყოველ შემთხვევაში ასე ვფიქრობ. იმიტომ რომ თქვენ გახსოვთ ხომ ბათუმში ბოლო არჩევნებზე რა შედეგიც დაიდო ოპოზიციამ, ჯამურად მოუგო ქართულ ოცნებას, რაც ძალიან შემაშფოთებელი აღმოჩნდა ქართული ოცნებისთვის. მან არ იცის რა შედეგი იქნება
თვითმმართველობის არჩევნებზე. ის ხედავს, რომ თბილისის პარალელურად ყველაზე მძაფრი საპროტესტო კერა თუ სადმე არის, ეს არის სწორედ ბათუმი. მან იცის, რომ ბათუმში ჩვენ ყავს დაპატიმრებული ჟურნალისტი, რომელიც აბსოლუტურად უსამართლოდ ზის დღემდე ციხეში, რომელსაც აბსოლუტურად უსამართლოდ ემუქრება პატიმრობა იმ მუხლით, რომლითაც წარუდგინეს გეთანხმებით. ეს უკმაყოფილება, რა თქმა უნდა, ეს უკმაყოფილება ბათუმში თბილისის მსგავსად არის მაღალი და რაც უფრო არჩევნები მოახლოვდება, სავარაუდოდ უფრო მზარდიც იქნება. ამიტომაც მგონია, რომ ეს მე ვუსმენდი თქვენს სტუმრებს წინა ბლოკის და რა თქმა უნდა, მათ უფრო მეტი იციან ადგილობრივი კორუფციული ფაქტების შესახებ. მე არ ვიკვლევ კორუფციას და არ ვარ კორუფციის მკვლევარი, მე თვითმმართველობის საკითხებს უფრო ვიკვლევ. თუმცა ცხადია, ინფორმაციები ყოველთვის გამოდის ხოლმე. რა თქმა უნდა, ერთი მხრივ ალბათ ისიც იყო, რომ ეს კორუფციული რაღაც საკითხები ძალიან ყვიროდა უკვე. მეორე იყო ის, რომ უფრო სანდო კადრი იყო მოსანახი ადგილზე და მესამე ეს არის ის შედეგი, რომელიც დადეს ბათუმის მერმა აჭარის რეგიონის ხელმძღვანელობა. თვითმმართველობის იდეა მთლიანად აგებულია დეცენტრალიზაციაზე და დამოუკიდებლობაზე. ამას შეთანხმება დიდი ხანია განვითარებული მსოფლიო, ხო? თუმცა ხდება ისე, რომ ამ პრინციპებს საქართველოს ჯერჯერობით არც ერთი ხელისუფლება არ უწევს ანგარიშს, თუ გადავხედავთ ჩვენს უახლეს ისტორიებს. მხოლოდ ფურცელზე გვაქვს ეს კარგი თვითმმართველობის მოდელი, ხო? უკვე მეორე მერია, რომელმაც ვერ დაასრულა თავისი სამუშაოება ბათუმში, მანამდე იყო ხულო იგივე, ხო? ყველას აქვს მოლოდინი, რომ აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებშიც იგივე მოხდება ამ ახლო მომავალში. ამ პირობებში, ამ მოლოდინებში რა ეფექტი შეიძლება გქონდეს ადგილობრივი ხელისუფლებების მუშაობას ერთი მხრივ და მეორე მხრივ რას ეწირება თვითმმართველობის იდეა ასეთ შემთხვევაში და რას აძლევს ეს მმართველ გუნდს, ქართულ ოცნებას. თქვენ როცა ამბობთ, რომ დაფიქრდეს დრო ახლა ოპოზიცია, ამას რომ აკეთებს ქართული ოცნება, ესე იგი ემზადება უფრო კაფიო რაღაც წინასაარჩევნო კამპანიისთვის, ხო? გაძლიერებული ტემპებით, ხო? აი რას აძლევს მაშინ ეს საკადრო ცვლილებები ქართულ ოცნებას? თვითმმართველობის იდეა, როგორც ყოველთვის ყველა ხელისუფლების დროს ეწირება ცენტრალიზებულ მმართველობას, ასეთი იყო შევარნაძიდან მოყოლებული სამწუხაროდ თვითმმართველობის ბედი ამ ქვეყანაში და შევარნაძიდან მოყოლებული უფრო და უფრო მძიმდებოდა ამ ხრივ სიტუაცია. მე ვხედავთ ქართული ოცნების უმთავრესი, ერთ-ერთი უმთავრესი დაპირებისა, რომ ის რეფორმას გააკეთებდა. ჩვენ ნახეთ, რომ 2013 წლის შემდეგ, როცა რეალურად ერთადერთი რაც იმ რეფორმიდან დაგვრჩა მერების არჩევითობა იყო, რეფორმა გაჩერებულია და მერების არჩევითობაც გარკვეულ ფიქციად იქცა და ეს ამის მაგალითი არის, რაც დღეს მოხდა. არაფერი კარგი არ ემუქრება მჭყალებში საქართველოში თვითმმართველობას, თუ ეს სისტემა ასე დარჩა. ვერ ვილაპარაკებთ დეცენტრალიზაციაზე, როდესაც პარტია მართავს ყველაფერს დაწყებული პრემიერიდან დამთავრებული ყველაზე შორეული სოფლის მერის წარმომადგენლით. ეს არის ერთიანი ცენტრალიზებული სისტემა, რომლის გაშვებაც ხელისუფლებას არ უნდა ხელიდან. თუ ასე გაგრძელდება, ჩვენ და თუ ოპოზიციაც იმაზე დარჩება, რაზეც ახლა არის, ჩვენ მივიღებთ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ უფრო მეტად ცენტრალიზებულ სისტემას, სადაც ადგილობრივი ხმა საერთოდ გამქრალი იქნება, იმიტომ რომ ოპოზიცია მინიმალურადაც აღარ იქნება საკრებულოებში წარმოდგენილი, აღარ ვლაპარაკობ მერებზე და შესაბამისად ადგილობრივი მოქალაქის ხმას ვერავინ ვერ გაახმოვანებს ადგილობრივ დონეზე და ეს იქნება ძალიან სერიოზული პრობლემა. ადგილობრივ დემოკრატიას კიდევ უფრო გაუჭირდება და მოსახლეობა იქნება გაცილებით უფრო რთულ პირობებში და რთულ მდგომარეობაში, რომლიდანაც შეიძლება ძალიან დიდი ხანი ვეღარ ამოვიდეთ და მე ძალიან მაწუხებს. ჩვენ ვიცით, რა მხელას ეწოლა ხოლმე ადმინისტრაციული რესურსი ერთი მხრივ და ამ რესურსის მიერ მოსახლეობაზე, განსაკუთრებით შეჭირვებულ მოსახლეობაზე, რა მხელას ეწოლას ახდენენ ხოლმე ადგილობრივი ლიდერები და პარტიული ლიდერები, ხო? ამიტომ თუ არჩევნები მართლაც ისეთი შედეგით დასრულდა, როგორცაც
როგორი სურვილიც აქვს ქართულ ოცნებას, მოსახლეობას კიდევ უფრო გაუჭირდება და მას უბრალოდ წასასვლელიც არსად ექნება, რომ ვიღაცამ მის ნაცვლად მაინც ამოიღოს ხმა. აი ეს შედეგი გვექნება საბოლოოდ. ამას მისცემს ქართულ ოცნებასაც. მას ერთი რამ ვერ გაუგია, რომ ასეთი მმართველობა ხელისუფლების გახანგრძლივების რეცეპტი არ არის. ყოველ შემთხვევაში ამ ქვეყანაში არ ყოფილა არასდროს ასე და ამ ქვეყნიდან ვერ აქცევ რაც არ უნდა ეცადო ვერც ბელორუსს და მით უფრო ვერც რუსეთს ან ჩრდილო კორეას რა. და ეს რეცეპტი არ გამოადგება ქართულ ოცნებას. შეიძლება მან გაიხანგრძლივოს და მოიგოს რამდენიმე წელი, მაგრამ ის აუცილებლად დაასრულებს და დაასრულებს ძალიან მწარედ სამწუხაროდ და გულწრფელად გითხრათ, მე ეს არ გამიხარდება, არ გამხარებია არც ნაციონალური მოძრაობის ისე წასვლა ხელისუფლებიდან, როგორც წავიდა და შემდგომ როგორც ხდებოდა ამ პარტიის წარმომადგენლების მიმართ და დღემდე როგორც გრძელდება ამ პარტიის წარმომადგენლების მიმართ დამოკიდებულება, არ გამიხარდება ასევე ქართული ოცნების ასე წასვლა, იმიტომ რომ ეს არის ჩემი ქვეყანა და ჩემ ქვეყანაში მინდა რომ პოლიტიკა კეთდებოდეს პატიოსნად და ადგილობრივი თვითმმართველობა იყოს. მართლა თვითმმართველობა ცენტრალური ხელისუფლება და რაც მთავარია ადამიანებს კონდეთ შესაძლებლობა იცხოვრონ აქ თავისუფლად და განვითარდნენ. დღეს ამ შანსს გვართმევს ქართული ოცნება სამწუხაროდ. მადლობა მაგდა პოპიაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობების თემებზე საუბრობდა მაგდა პოპიაშვილი, რომელიც თვითმმართველობის მკვლევარია. მადლობა კიდევ ერთხელ მას საინტერესო საუბრისათვის. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით აკმაყოფილდა საიაშუა მდგომლობა და შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2025 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების მოქმედება, რომელიც შეეხება თემურ ქათამაძის საქართველოსთან გაძევებას შეჩერებულია სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ციტატა საიას გავრცელებული განცხადებიდან, როგორც ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა 30 აპრილს თემურ ქათამაძეს საქართველოსთან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო. გაძევების პროცედურების დაწყების წინაპირობა გახდა 2025 წლის 29 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ თემურ ქათამაძისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უკანონო და დაუსაბუთებელი უარი საიამ თემურ ქათამაძის სახელი თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა გაძევების გადაწყვეტილება და დამატებით მოითხოვა ამ საქმის განხილვამდე გაძევების პროცედურების შეჩერება. სასამართლოს ეპირი მოსმენის გარეშე 30 დღის განმავლობაში განიხილავს წარდგენილ სარჩელს წერს საია თავის დღევანდელ განცხადებაში. განვაგრძობთ გადაცემას დემოკრატიული უკუსვლის, ანტიდასავლური რიტორიკისა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერების გამო ქართული ოცნების ხელისუფლების უპრეცედენტო საერთაშორისო იზოლაციის ფონზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტს ღია წერილით მიმართა. წერილში ნახსენებია მეგობარი აქტის ამერიკის შეერთებული შტატების სენატში დაგეგმილი განხილვა, მას შემდეგ რაც ის გასულ კვირას კონგრესმა მიიღო. წერილში გამოხატულია მთავრობის წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ მისი წინადადება ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან აღდგენის შესახებ შეუმჩნეველი დარჩა. წერილის დასაწყისში კობახიძე წერს, რომ პრეზიდენტ ტრამპისადმი გაგზავნილ წინა წერილზე რეაგირება არ ყოფილა და მას შემდეგ არც მაღალი დონის კომუნიკაციას ჰქონია ადგილი. კობახიძე აცხადებს, რომ მან გამოთქვა სურვილი ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული სამკვლევებით განახდეს და დაასძენს, რომ დუმილი ამისთვის გასაკვირია. ამასთან პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი გაანმარტავს, რა ჩაიწერება საქართველოს პარლამენტის იმ სპეციალურ განცხადებაში, რომლის მიიღებაც ამერიკის შეერთებულ შტატებს წარმომადგენლობითმა პალატის მიერ მხარდაჭერილი მეგობარი აქტის საპასუხოდ იგეგმება. როგორც წილოსანი აცხადებს, პარლამენტის განცხადებაში იმის საწინააღმდეგო ფაქტები იქნება მოყვანილი, რაზეც მეგობარ აქტშია საუბარი. კერძოდ კი ფაქტები იმისა, თუ რამდენად მაღალ დონეზეა საქართველოს დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება, სასამართლოს უზენაესობა, სასამართლო რეფორმის საუკეთესო წარმართვა და ასე შემდეგ. მისი თქმით, პარლამენტის განცხადებაში საუბარია მეგობარი აქტის პირობებში მოყვანილ ყველა უსამართლო კრიტიკაზე. ეს და რა თქმა უნდა არჩილ ჩიქოვანის თანამდებობიდან წასვლა იქნება გადაცემის ბოლოს სტუმართან საუბრის თემა. ცოტნე ანანიძე აჭარის უმაღლეს საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე უპასუხებს ჩემს კითხვებს.
მოგესალმებით ცოდნე, მადლობა თქვენ გადაცემაში მონაწილეობისთვის. მშვიდობის, მოგესალმებით, მივესალმებით ელე აუდიტორიას. კი ბატონო, ცოდნე, დავიწყოთ რა თქმა უნდა დღის ყველაზე აქტუალური თემით ჩვენ რეგიონისთვის, გადადგა ბათუმის მერი. გადაცემის პირველ ბლოკში ბათუმის მერის არჩილ ჩიქოვანის გადადგომაზე ვსაუბრობდით, ალბათ ადევნებდით თვალს ჩვენ სტუმრებთან ერთად. ამ ფაქტს ვარაუდობდნენ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც თორნიკე რიჟვაძე Facebook პოსტით ასევე გადადგა თანამდებობიდან. ჩიქოვანის Facebook პოსტით წავიდა და მისი წინამორბედის ბედი გაიზიარა, რატომ მოხდა ან ვერ მოხერხდა ჩიქოვანის შენარჩუნება იგივე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, რომ კრიტიკის საბაბი არ მიეცა ოპოზიციისთვის მართლ გუნდს. მოისმინეთ ალბათ თქვენი შეიძლება მდგომარეობდეს. თქვენი კოლეგების მხრიდან მოისმინეთ ის შეფასებები, რომელიც მათ გამოთქვეს, ხო? არჩეული მერია. თქვენთვის მიუღებელი არ არის 51%-ზე მეტი ხმით მოსული მერის ვადამდე ადრე გადადგომა Facebook პოსტით, რომელიც შეიცავს სამ წინადადებას, ბატონო, ცოტა. თქვენც არჩეული ხართ. კი ბატონო, თქვენი კითხვა გასაგებია, მაგრამ აბსოლუტურად გაუგებარია ოპონენტების შეფასება და კრიტიკა ამ საკითხთან მიმართებით, განსაკუთრებით ახლა რაღაც ხაზგასმით არის სოციალურ ქსელებთან დაკავშირებით პოსტის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის გავრცელება. დღეს უკვე ევროპაშიც და ამერიკაშიც საკმაოდ აქტიურად იყენებენ სოციქსელებს, X-ი, ყოფილი Twitter-ი. მათ შორის ევროპაში პრობლემა ის არის, თუ არ მეშლება, სხვა მომენტსაც გავიდი აბსოლუტურად და უპასუხებ, ბუნებრივია. მათ შორის თუ არ მეშლებათ, თუ ვწდები ბოდიში ისლანდის პრემიერმაც ამგვარი ფორმით ამცნო საზოგადოებას პოსტის დატოვების შესახებ და დღეს როცა სოციალურ პლატფორმაზე პრაქტიკულად მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ეს არ წარმოადგენს რაღაცა ესე ვთქვათ პოლიტიკურად კნინებით ფორმას იმისთვის რომ საზოგადოებას გადაწყვეტილების შესახებ ამცნო. რაც შეეხება ახლა თქვენ კითხვაშიც ახსენეთ ვარაუდები შესაძლებელია განსაკუთრებით ჩვენს ოპოზიციას გქონდეს ყველაფერზე, იმიტომ რომ პრაქტიკულად პოლიტიკა ამ სფეროს ძალიან კარგად მოიცავს. სხვადასხვა ვარაუდები, სხვადასხვა პროგნოზები, ეს არის პოლიტიკური პროცესი. ადამიანმა თავად საკუთარი პერსონალური ინიციატივით მიიღო გადაწყვეტილება 5 წლიანი საქმიანობის შემდეგ, თუ არ ვცდები ამასთან, იმიტომ რომ 2020 წელს ბატონი არჩილი დაინიშნა მოვალეობის შემსრულებლად და უკვე მუნიციპალური არჩევნები იყო 2021 წელს და 2021 წელს უკვე პირდაპირი არჩევის წესით დაიკავა მან ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის პოზიცია და ამასთან, რადგან ამ საკითხზე ვსაუბრობთ, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი, მათ შორის სოციალური პროექტი განხორციელდა მის მერობის პერიოდში და ცხადია ეს საქმიანობა იმსახურებს მადლობას. ეს არის კიდევ ერთხელ ვამბობ პოლიტიკური პროცესი, პოლიტიკური პროცესებს ახლავს მათ შორის პოლიტიკოსების ინდივიდუალური, პერსონალური გადაწყვეტილებები და ეს არც რაღაც ღირებულებით შეუთავსებლობასთან დაკავშირებით მისი ვადის ამოწურვამდე 5 თვით ადრე პერსონალურად, მხოლოდ პერსონალური გადაწყვეტილებით გადაწყვიტა რომ წასულიყო მერის თანამდებობიდან. კონსტანტირებას ვახდებ ფაქტის, რაც არის. ეს მისი პერსონალური გადაწყვეტილება და თავადაც განაცხადა რომ იყო პატივი, პასუხისგებლობა და მას რაიმე ღირებულებითი დისბალანსი, შეუთავსებლობა მართლ გუნდთან ბუნებრივი არ აქვს და ამის შესახებ ალბათ ამასაც გავიგებთ სამომავლოდ, იმიტომ რომ ბევრ რაღაცებზე პასუხები დროსთან ერთად მოდის. არც რაიმე ნიშნები არ არის ამის და არც თავის განმარტებაში არ უხსენები ამის შესახებ ბატონ ჩიქოვანს. თავისთავად ამაზე არც არაფერი არ უთქვამს იგივე თორნიკე რიჟვაძეს, როცა თანამდებობიდან მიდიოდა, რასაც თქვენ ახლა საუბრობთ, მაგრამ თქვენი პარტიის ერთ-ერთმა გამორჩეულმა სახემ კახიშვილმა შემდგომ ტელეეთერით ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ოპოზიციაში ვიხილოთ იგივე თორნიკე რიჟვაძე. ნებისმიერი ვერსია შესაძლებელია პოლიტიკაში გამოითქვას. პოლიტიკას ახასიათებს. პროგნოზების გაკეთება ამაზე მე მგონი არ ვიდაოთ, იმიტომ რომ არ ხართ თქვენ ახალი პოლიტიკაში და ამიტომაც ამ დეტალებზე არც თქვენ ხართ ახალი ჟურნალისტიკაში და ძალიან ბევრი რამ ვერსია მოგისმენიათ, თუნდაც თქვენი ჟურნალისტური პროდუქტების შექმნის განმავლობაში, ამიტომ ვერსიები არის უამრავი.
ბუნებრივია და ეს კითხვები რეალობა არის ერთი ეს და კითხვებიც რელევანტურია, რომელსაც ჩვენ ვსვამთ სტუდიაში და თქვენგან ველოდებით პასუხს. ჩემი აზრით ამ კითხვას ორი მიმართულებით შეიძლება გავცეთ პასუხი. არის თუ არა ალბათობა იმისა, რომ თვითმმართველობის არჩევნები შესაძლოა ოქტომბერში საერთოდ ვერ ჩატარდეს და რაღაც პოლიტიკური პროცესების გამო გადაიდოს. რამ შეიძლება შეუშალოს ამას ხელი? არ ვიცი, ამიტომ დაჩქარდა დაუშვათ იგივე თორნიკე რიჟვაძის კადრის ჩამოცილება თანამდებობიდან და მეორე ასევე საპირისპირო კითხვა შეიძლება დავსვათ აქვე რომ ნიშნავს თუ არა ეს საარჩევნო სამზადის და ამ მიზნით იმ ადამიანების ჩამოცილებას თანამდებობებიდან, ვინც არ არის პოპულარული, ხო, საზოგადოებაში, თქვენ სამომრჩეველში იგივე, ხო? თქვათ ისიც რომ პრობლემები არის ძალიან ბევრი ქვეყანაში, სოციალური, ეკონომიკური და სხვადასხვა მიმართული. ბათუმი ვერ იქნება გამონაკლისი ამ თვალსაზრისით, ხო? შეიძლება რომ ეს ჩავთვალოთ წინასაარჩევნო სამზადისად ქართული ოცნების საკადრო. რაც შეეხება პრობლემებს და გამოწვევებს ნებისმიერ სახელმწიფოში, ნებისმიერ საზოგადოებაში, ბუნებრივია არსებობს გამოწვევები, ამიტომაც ტარდება არჩევნები, ამიტომაც არის დემოკრატიის ერთ-ერთი თვითგამოვლინება არჩევნების ჩატარება, რომ თავისი შეხედულებისამებრ და ნაკეთების საქმის საფუძველზე მოქალაქეებმა, რომელიც არის ხელისუფლების წყარო, მიიღოს გადაწყვეტილება. ეხლა რაც შეეხება სამზადისის ნაწილს, რაც თქვენ ახსენეთ. რამდენად არის კავშირში ან არ არის კავშირში, მე მგონი ეს საკითხი გავიარეთ, მაგრამ ზოგადად მოახლოებული მუნიციპალური არჩევნებისთვის ქართულ ოცნება დემოკრატიულ საქართველოს რომ სამზადისი აქვს და პრინციპში რეალისტური პროგნოზი აქვს, რომ ყველა მუნიციპალიტეტში, როგორც საკრებულოების ნაწილში, უმრავლესობის მოპოვების, ასევე პირდაპირ წესით მერების არჩევის ნაწილში ყველაზე მეტი რეალური შანსი აქვს ჩვენს კანდიდატებს გამარჯვების. ამას მე მგონი ძალიან მარტივი პოლიტიკური ანალიზით სჭირდება. ოცნების გარდა სხვა არავინ მიიღებს ამ არჩევნებში მონაწილეობას, როგორც მიუღია მანამდე. პოლიტიკური მოცემულობიდან და რეალობიდან გამომდინარე. მიუღიათ მანამდეც, როგორც ადგილობრივში, საპრეზიდენტოშიც, როცა პირდაპირ წესით იყო საპარლამენტოშიც. თუმცა ჩვენ მართლობის 13 წელზე ვსაუბრობთ უკვე. გასაგებია. და არა პირველ არჩევანი არის არჩევა პირველ ან მეორე ვადაზე. ვიცით რომ არ არსებობს იდეალური პარტიები, თუმცა შესაძლებელი არსებობდეს იდეალური მიზნები და არსებობს კიდეც. მოქალაქეები არჩევს შესაბამისად იმ მდგომარეობიდან და სიტუაციიდან გამომდინარე თავისთვის სასურველ პოლიტიკურ ძალას თუ კანდიდატებს. კი ბატონო. ამ კუთხით რაც შეეხება ახლა ოპოზიციის დამოკიდებულებას, ბუნებრივია ორჭოფობს და თქვენც ალბათ ახალ ამბებს ინტენსიურად ადევნებთ თქვენი საქმიანობიდან გამომდინარე და ჩვენ დაინტერესებული მაყურებელიც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, რომ პრაქტიკულად ერთიანი აზრი არ არის, იკითხება ზოგიერთ განცხადებებში, რომ ემზადებიან ოპოზიციის ნაწილი კაფიო პასუხი რიგი პარტიების, ერთეული რიგი პარტიების გარდა ჩვენ არ მოგვისმენია პრინციპში და ეს იძლევა ერთგვარ ვარაუდის საშუალებას, რომ შესაძლოა ოპოზიციის ერთმა ნაწილმა მაინც მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. მოდი ეს რამდენად სასარგებლო იქნება თავად ოპოზიციისთვის? ეს მარტივი შეფასებადია ყველა ნაწილში, იმიტომ რომ ის ბოიკოტი თუნდაც, რაც 2024 წლის საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნების შემდეგ ოპოზიციამ აირჩია, რა თქმა უნდა, ამან ძალიან დიდი პოლიტიკური და დივიდენდური დარტყმა მიაყენა ოპოზიციას და ეს მოცემულობა არის ფაქტობრივი, რასაც თქვენს და ნებისმიერი მათ შორის ობიექტური დამკვირვებელი ოპოზიციას თავის პრობლემები არ აკლია, მაგრამ რეპუტაციული პოლიტიკური ზიანი მართველმა გუნდმა ქართულმა ოცნებამ არანაკლებ კი არა შეიძლება განუსაზღვრელი მიიღო, მათ შორის საერთაშორისო თუ გულისხმობთ თქვენ ამ ორკესტრირებულ შეტევებს, ეს ორკესტრირებული შეტევები დაიწყო მას შემდეგ, რაც უკრაინაში დაიწყო საომარი მოქმედებები. მანამდე ამის არანაირ იქნება ამის მიზეზი. ნებისმიერი ექსპერტი, შიდა დონეზე თქვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მათ შორის 2022 წლის შემდეგ ეს არის ფაქტობრივი მოცემულობა, არქივიც არსებობს. დანარჩენ ნაწილში ჩვენი ინტეგრაცია, იმპლემენტაცია, ყველა იმ მნიშვნელოვანი ნორმის, რაც ევროპასთან ინტეგრაციისთვის იყო მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები, დიპლომატიური ჩართულობა, საერთაშორისო სამართლის მონაწილეობა, ყველა ჩვენი სიტყვა, რაც გენერალური ხაზი იყო ევროკავშირში და დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ნაწილში, არასდროს არანაირ პოლიტიკურ, ესე ვთქვათ,
განსაკუთრებულ ბარიერებს არ ეძახებოდა თანამდებობებზე. აბსოლუტურად შეიცვალა გეოპოლიტიკა 2022 წლის შემდეგ და სწორედ ამასთან არის კავშირში. ცოტა ამას არ ხო ჩვენ, არამედ ძალიან ბევრი 5 წუთი დავიმატო საერთო დროს აქვე ვთხოვ ევროპელი, ამერიკელი და მათ შორის სოფლის ექსპერტების ამბობს. მინდა რომ კონკრეტული პასუხები მივიღოთ თქვენგან ძალოვანი სტრუქტურებიდან კადრების მობილიზება თანამდებობებზე იგივე დღეს ახალი სახელი გვარი გიორგი მურვანიძე გავიგეთ იცნობდით თუ არა მას იქნება თუ არა ის იცნობენ ქალაქში არჩილ ჩიქოვანის შემცვლელი უკვე არჩევნებზე ამაზე რაიმე ტიპის კონსულტაცია ჰქონდათ თუ არა პარტიაში მათ შორის ძალიან ბევრმა გვარმა სახელმა არ გაიჟღერა ამ თანამდებობას, თუმცა გაიჟღერა თქვენმა სახელმა გვარმა, ეს აქტიურად განიხილებოდა დღეს, რა ვიცი, კულუარებში, მათ შორის რას ემსახურება ერთი მხრივ ძალოვანი სტრუქტურებიდან კადრების მობილიზება ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობებზე და მეორე მხრივ ახალი კადრების ძიება რამდენად აქტიური იქნება წინასაარჩევნო პერიოდში ქართული ოცნებისთვის. ზოგადად წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში ბუნებრივია ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც ღებულობს მონაწილეობას არჩევნებში, ცდილობს გარკვეული რესურსის მობილიზებას. მაგრამ ამ შემთხვევაში ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლის კრიტერიუმი არასდროს არ ყოფილა ჩვენი პოლიტიკური პარტიისთვის გამსაზღვრელი, თუმცა დღეს რა შეფასებებსაც ჩვენ ვუყურებთ, რა თქმა უნდა, ეს არ არის სტიგმა თუ ადამიანს დანაშაული არ აქვს ჩადენილი. ამაზე მე მგონი სტიგმა არ არის, სიმპტომურია ერთგვარი. თანხმდებით ყველა შემთხვევაში და დღეს გიორგი მურვანიძეს, რომელიც საკმაოდ კომუნიკაბელური ადამიანია და მას სოციუმი საკმაოდ კარგად იცნობს ბათუმში და დარწმუნებული ვარ, რომ სადაც იმუშავა იყო წარმატებული, ასევე ნებისმიერ უფლებამოსილებას რაც დაეკისრება მისი კომპეტენციით, მობილიზებით და ორგანიზებულობის უნარით გაართმევს შესანიშნავად თავს, ის ადამიანები აკრიტიკებდნენ, რომლებიც ხარდამჭერები არიან სწორედ იმ პროკურატურის შექმნის, პოლიტიკური პროკურატურის შექმნის, რომელიც მართლაც საერთაშორისო საზოგადოების ადამიანი იქ 2006 წლამდე დღეს ძალიან ბევრი პოსტი წლამდე როგორც ნახე არ შეიძლება 2007 პოლიტიკურ თოქ-შოუში ვართ 2007 წლის შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა ჩვენს ქვეყანაში მათ შორის ვინც იყო ბრძოლის ავანგარდში მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ 2007 წელს მე არ გედავებით რომ რაღაც არ გაუგებია ბურჯანაძე თუ ირაკლი ალასანია რომელიც 2012 წელს ამ ადამიანს პოლიტიკურ თოქ-შოუში ვარ და უბრალოდ კი ბატონო 2007 წელს ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი შესაძლებელია ეხლაც გავიხსენოთ სააკაშვილს კი ბატონო 2008-ში მათ შორის ალასანიას ვახსენეთ 2012 წელს 2008-ში პრაქტიკულად მოკავშირეები იყვნენ მაგრამ ამის შემდეგ ის უწევდა ხო წინააღმდეგობას სიმპტომატური გახდა ბოლო პერიოდში ნუ ჩვენი რეგიონის მაგალითზე ის ადამიანები რომლებიც არიან მხარდამჭერები ნიკა გვარამიას რომელიც იყო მთავარი პროკურორი და რომელმაც შექმნა ნოემბრიდან ნოემბრამდე ფილმი იმედში შევარდნის ერთ-ერთი ორგანიზატორი ისეთი დაკავებების რომ მცირეწლოვანთან ადამიანების გამოყვანის და სისხლის სამართლებრივი დევნა პოლიტიკური ნიშნით ყველა საერთაშორისო ანგარიშში და თქვენი ხელისუფლების პირობებში არ არის გამონაკლისები. უკაცრავად პარალელს თავი ტელევიზიაში შევარდნა თუ არ ვინახავს ადამიანები სხვა რეპრესიული კანონები მიიღეთ ბოლო 6 თვის განმავლობაში ამ სისტემის შემქმნელი ადამიანების მხარდამჭერები დღეს აკრიტიკებენ ადამიანს რომელიც იყო რიგითი თანამშრომელი იქ კიდევ ეს რამდენად სერიოზული პოლიტიკური არგუმენტია მე საზოგადოებაში შევადით შესავალი იყო პრინციპში ის ცდილობს თუ არა ამ ახალი კადრების მოძიებით ოცნება საბოლოოდ გაემიჯნოს ნაციონალური მოძრაობის პერიოდში საქმიანობაში აქტიურ საქმიანობაში მათ შორის პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართულ ადამიანებს და ეს იქნება თუ არა განგრძობადი იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ ბევრი ადამიანი ვინც დაუშვათ ჩვენ რეგიონის მაგალითზე თუნდაც ხო არჩილ ჩიქოვანს მაგალითად თავის პოლიტიკურ წარსულს ნაციონალური მოძრაობის დროს საქმიანობას ძალიან ხშირად ახსენებდნენ ჩიქოვანს პოლიტიკური წარსული არ ქონია ბატონოში თანამდებობრივ წარსულს გულისხმობთ თორნიკე რიჟვაძის მამას რომელსაც თქვენ ძალიან ხშირად გახსენებდნენ ჩვენი კოლეგები უფრო სწორედ და რა ერთხელ ვისაუბრეთ მათ შორის თქვენს ეთერშიც როცა რამოდენიმე თვის წინ ვიყავი. იცით ისე დავით რიჟვაძეს რა ბედი ეწია ბატონ ცოტნე რაც მედიაში თანამდებობიდან რომ წავიდა ეს დაადასტურა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. თქვენს ვებგვერდზეც წავიკითხე ინფორმაცია.
ინტერვიუ, უпростоრად ძალიან მცირე ინტერვიუ, რომ პირადი წავიდა, განცხადების კი ბატონო. საფუძველზე დატოვა. სხვა ინფორმაცია არ გვაქვს ჯერჯერობით. და მაშინ ახლა აი კრიტიკის თემას რომ განვიხილავთ. თქვენ იცით ამის შესახებ და ჩვენ ამ მაუწყებელში ერთად მუშაობდით. კი ბატონო. მე როცა დავტოვე საპატიმრო და ის ადამიანები, ვინც მაშინ პროკურატურამ გამოიყენა და ჩვენს თანამშრომლებს ისეთი ჩვენებებზე ხელი მოაწერინა, რომელიც პრაქტიკულად შესაძლებელია ბევრმა არც კი იცოდა, რომ თითქოს ალტერნატიული შენობა არ აქვს. დიახ. ამ შენობას, რაშიც ჩვენ ახლა ვხედავთ, ასეთ აბსურდებზე იყო საუბარი და იმ ადამიანებთან როცა ვიმუშავე, ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც დღეს არის კრიტიკით და მათ შორის ბიჯვაზესთან დაკავშირებული კრიტიკით იყო დაკავებული, 2016 წლამდე ამას ძალიან დიდსულოვან ნაბიჯად თვლიდა. დიახ. 2 წუთი გვაქვს ცოტნე და აუცილებლად უნდა რომ ეს ჩემი მხრიდან არ იყო რევანშისტული და აბსოლუტურად სამართლიანი მიდგომა იყო. ერთი მხრივ. და შემდგომში სტანდარტები პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე შეიცვალა. ანუ მაშინ თუ უშუალოდ ჩართულ ადამიანთან მიმართებით ვიყავი ჰუმანური და სამართლიანი და ეს იყო მოსაწონი შენთვის მასთან თქვენ თუ არ დაკავშირებული პირის არ გიქმნით. არა, უკაცრავად. მასთან დაკავშირებული პირისთვის ახალგაზრდა ადამიანისთვის კარიერაში ხელის შეშლა რამდენად სამართლიანი იქნებოდა. არა, ეს თქვენ თუ არ რამდენად დემოკრატიული სტანდარტი იქნებოდა. თქვენ თუ არ გიშლით თქვენი აზრით, ოპოზიციის აზრით ხელს მე მithumetes არ ნიშნის ბატონ ცოდნე თქვენ მოხვედით დაპირებით არჩევნებზე რომ ნაციონალურ მოძრაობას როგორც პარტიას ხვისი ხელის დანაშაულზე პასუხს არ აქვს. 2 წუთი გვაქვს დარჩენილი. გავიგე. ისიც არ გვაქვს და მინდა კითხოთ მეორე წერილზე და მაყურებელთანაც. დიახ. მაგრამ ხო თანხდებით იმაზე რომ უმთავრესი პრინციპი დემოკრატიის არის ინდივიდუალიზმი. სასჯელის ინდივიდუალიზმი. სხვის დანაშაულზე პასუხს არ აგებს. ჩვენ ამას გვისაუბრია რომ ვიდრე თქვენ წახვიდოდით პოლიტიკაში ამ ტელევიზიიდან. ესეც უნდა გაიაზროს ადამიანმა, რომელიც ამ ტიპის ბრალდებას გიყენებს და მანამდე რადიკალურად განსხვავებულ შეფასებებს აკეთებდა. კი ბატონო, ერთი წუთი და უნდა დავასრულოთ. პასუხგაუცემელი წერილები შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მხრიდან პრეზიდენტის ძალიან საინტერესო თემაა კი ბატონო და უნდა გამოხმაურება თქვენ პოსტი შემხვდა რამდენიმე დღის წინ Facebook-ზე მეგობარი აქტის თაობაზე მტრად შობილი დოკუმენტი უწოდეთ თავიდანვე. მაშინ ასეთი აღშფოთება და ასეთ შეშფოთება რომ პრემიერ-მინისტრის და სხვა პოლიტიკური თქვენი ლიდერების მხრიდან ამ დონის აღშფოთება რამ გამოიწვია თუ ამ დოკუმენტს არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებთ. თქვენ ნახეთ და იცით საზოგადოების ძალიან მოკლედ უნდა მითხრათ ცოტნე. ყოველგვარი პოლიტიკური აქტებისა და დადგენილების გარეშე ამერიკის პრეზიდენტს აქვს შესაძლებლობა დაასანქციოს ნებისმიერი პირი. და ეს ნახეთ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს. როცა ჩვენი ვიცე-პრემიერი დაასანქცირა თითქოს ადამიანის უფლებების სასჯელი და მეორე დღეს ყავდა სოფლიოში გამოკვეთილი დიქტატორი ვახშამზე. ნუ ორმაგი სტანდარტის ლუსტრირებას ვამბობ კლასიკური მაგალითის თვალსაზრისით. მეგობარ აქვს რებრენდინგი გაუკეთეს სახელში, მათ შორის ჩინეთის გავლენის ნაწილია და ამიტომ გამოვეხმაურე. აბსოლუტურად პოზიტიური გზავნილები დღეს გააკეთა უпростоრად გუში დონალდ ტრამპისა და ოფიციალური პირების მხრიდან ჩინეთთან მიმართებით, მაგრამ ჩვენ ვხედავთ კიდე ერთხელ უნდა შევეხო 2022 წლის მოვლენებს, რაც უკავშირდება რეგიონში არსებულ ძიმე ვითარებას, საომარ ვითარებას და ამის შემდეგ დაიწყო ორკესტრირებული შეტევა საქართველოს ხელისუფლების მიმართ. მას შემდეგ რაც ძალიან ბევრი გარემცდელობა იყო სხვადასხვა გზით, არჩევნებში წარუმატებლობა, რევოლუციის გზით, ბევრჯერ არ შემდგარი რევოლუციის შემდეგ ცხადია ჩავარდნილი ოპოზიციის რეინკარნაციის მცდელობა არის ხშირად, როცა ამგვარი ტიპის საერთაშორისო გამოხმაურებას ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცოტნე ეს ის რაც დღეს საზოგადოებამ იხილა, ამან დაასრულა სპეკულაციები ქვეყნის შიგნით, განსაკუთრებით ოპოზიციის მხრიდან, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლებას და პრემიერ-მინისტრს არ სურს ურთიერთობის ნორმალიზება სტრატეგიულ წერილის შინაარსზე. ეს არის ძალიან კარგად წერია. შავი თეთრზე რაოდენ მნიშვნელოვნად აღიქვამს და აფასებს იმ სიტუაციას. საქართველოს პრემიერი ბატონი ირაკლი მადლობა იმედია სხვა რეალობასაც კარგად აღიქვამს თქვენი ხელისუფლება. ამავდროულად თქვენ ძალიან კარგად იცით ის ღირებულებითი თანხwebdriver საარჩევნო გზავნილებისა და დაპირებების თვალსაზრისით, რაც ჩვენს არჩევნებსა და დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში იყო. თუნდაც ნახოთ როგორი იქნება პასუხი. ოჯახური
ღირებულებების ნაწილში ჩვენ არაერთგზის გვისაუბრია ამ მე კი ბატონო. შენობაში გასაგებია, მადლობა. სხვადასხვა ფორმატშიც, მაგრამ დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ და მკაფიო განმარტებების შემდეგ ოპოზიციამაც კი დაანება ამას. გასაგებია, თითქოს მადლობა. არ მომხდარა, თითქოს ეს კანონი მადლობა, არ ცოტნე მიიღო. ანანიძე. და როგორი შეფასებები იყო ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ ოპოზიციიდან არქივი არის ციფრულ სამყაროში და ძალიან მარტივად მინდა. იმედია დონალდ ტრამპი გადაწყვეტილებებს მიიღებს მას შემდეგ, რაც ყველა პოლიტპატიმარი, განსაკუთრებით კი ქალი ჟურნალისტი დატოვებს საპატიმროს და ეს იქნება გარდამტეხი ალბათ ურთიერთობაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის და ზოგადად ქართულ ოცნებასა და ამერიკის შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის. ასეთი იყო დღევანდელი მთავარი აჭარისი და მთავარი თემები. ცოტნე ადნანიძე საუბრობდა დასკვნით ნაწილში აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. ერთმანეთს კვლავ სამშაბათს ისე 21 საათზე შევხვდებით. მე სწორედ ამ დრომდე გემშვიდობებით. დროებით.